მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს Energy Fishing, მე კი გიორგი გახლავართ. დღეს ვიმყოფებით ვასოსთან, კომპანია კოლხში. კოლხი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ნავებს, ქართული წარმოების და ასევე აქვთ ძალიან ბევრი სხვადასხვა სათევზაო ისეთი ნივთები, რომელიც გამოგადგებათ ნავები, ძრავები და კიდევ ბევრი სხვა, რომელსაც აუცილებლად ვასო მოგიყვება დღევანდელ ვიდეოში. გამარჯობა ბატონო ვასო. მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს კოლხში ვართ. კოლხი არის ქართული კომპანია, როგორც უკვე ვახსენე. შესაბამისად, აწარმოებთ ჩინეთში, როგორც ვიცი, ნავებს პროექტში. და ასევე აქვთ აქსესუარები სხვადასხვა, რომელიც ნავს ჭირდება იმისთვის, რომ გამართული იყოს და კომფორტულად ვითევზაოთ და გადავადგილდეთ სხვადასხვა წყალსაცავში. ვასო, აბა გითხარი, პირველი მაინტერესებს, საიდან მოგივიდა ეს იდეა, რატომ კოლხი და რატომ ქართული წარმოების ნავები? პირველი საიდანაც მომივიდა იყო, რომ ქართულ ბაზარზე რეალურად არ არსებობდა ისეთი მაღაზია, ისეთი პირი, რომელსაც შეეძლო რეალურად აეხსნა რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება ჰქონდეს ნავს. სამწუხაროდ საქართველოში არის ძალიან ბევრი მითები გავრცელებული ნავთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი შეყავს შეცდომაში და შემდეგ უკვე ნავის გაყიდვას უჭირთ, ახალზე გადასვლას უჭირთ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ შეიქმნა კოლხი, რომ ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც რეალურ კითხვებზე ვიძლევით რეალურ პასუხებს. ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილებაც, პრაქტიკაც, რომ ადამიანი, როდესაც ჩვენთან მოვა, სწორი მიმართულებით გავუშვათ. ზოგადად ნავები საქართველოში მიიჩნევა, რომ ყველა ნავს რატომღაც ერთ ქონში ხარშავენ, რომ თითქოს ერთნაირია, მაგრამ რეალურად განსხვავდება აბსოლუტურად ყველა დეტალით. ამიტომ ძალიან კომპლექსური თემა არის. ყოველმა მომხმარებელმა თავის პრიორიტეტების მიხედვით უნდა შეარჩიოს ნავი და არა ზოგადად. ანუ მე როგორიც მჭირდება, რა პირობებისთვისაც მინდა, იმის შესაბამისად მაგალითად არის ადამიანები, რომელსაც ხანში შესულები არიან და არ შეუძლიათ რაღაც სიმძიმის აწევა, მათ ეს ნავი არ გამოადგებათ. მათ ჭირდებათ 2.3 რაც 18 კილოზე გაქილი. კი ბატონო. ამაზე აუცილებლად გადავალთ ჩვენ სიტყვაზე, აი კონკრეტულად კითხვის შემთხვევაში რომ დასვას მოხმარებელი კითხვას, როგორი ტიპის ნავი გამოადგება, იმიტომ რომ მეც რო დავიწყე თევზაობა და გამიჩნდა სურვილი რომ ნავი შემეძინა, ფიზიკურად არ მქონდა ინფორმაცია, ესე მეგობრებში გავიკითხე, შენ როგორი ნავი გაქვს, შენ როგორი ნავი გაქვს და მაგის შესაბამისად ზომა წონის მიხედვით ავიღე. ანუ საერთოდ არ მიფიქრია რა პირობებისთვის მჭირდებოდა, როგორი ნავი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ კომფორტულად ჩავჯდარიყავი და მეთევზავა. ამიტომ კოლხი აუცილებლად გირჩევთ ყველა იმ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მე ძალიან ისეთი ბევრი კითხვა მაქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რა მასალისგან კეთდება ეს კონკრეტული ნავები, იმიტომ რომ ესე იგი საქართველოში ძალიან პოპულარული არის ესეთი ორი ბრენდი. ალბათ ყველას მოგეხსენებათ. ეს არის ბერკი და ეს არის კოლიბრი. ეს ორი ბრენდი არის, რომელიც ფართო, ესე რომ ვთქვათ, მასშტაბით იყიდებოდა აქამდე, სანამ კოლხი გამოჩნდებოდა საქართველოში და ჩემი პირადი გამოცდილებით მასალები შევადარე ერთმანეთს და რა ხარისხიც ვნახე და გამყნებაშიც მაქვს. აი ეს კონკრეტული ნავი, რაზეც ახლა მე და ვასოს ხედავთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მომხმარებელსაც რო უთხრათ და გავარჩიოთ, რა პლუსები აქვს, ანუ რატომ უნდა იყიდოს ეს კონკრეტული ნავი და რატო არის უკეთესი ხარისხის. პირველ რიგში მატერია, ესა PVS მატერია, რუსულად ეგრეთ წოდებული PVХ. PVS მატერიას მრავალი ფორმა არსებობს, კონკრეტულად ეს არის არმირებული PVS მატერია ხა. ეს არმირება რას ნიშნავს? ზოგადად ეს ნავი, როდესაც გადის ტბაზე, არა მარტო მზის სხივის ზემოქმედებს, არამედ წყლიდან არ ეკერი მზის სხივიც. ამიტომ იწვევს გადახურებას მატერიის და მატერიასა და მატერიას შორის აკრავენ ხოლმე კაპრონის ბადეს, რომელიც არის სითბო გამტარი, ასე რომ ვთქვათ რა. და სითბოში ინარჩუნებს, არ ფორმაცვალებადობას არ განიცდის რა სითბოში, ასე რომ ვთქვათ და ყველა მატერია ჩვენი ნავები რაც არის, ყველა მზადდება ასეთ არმირებული მატერიისაგან. გარდა ამ არმირების მნიშვნელოვანია მატერიის წელი. ესენი არის ყველა რესურსიანი მატერიები, რადგანაც შიგნი არის წებო გამოყენებული ამ მატერიებში, რომ სფენები ერთმანეთს დაეწევოს. ყველაზე დიდი რაც არის 7-10 წლის დიაპაზონი, რაც შეიძლება გასაბერმა ნავმა გაძლოს ძრავთან მიმართებაში, რა თქმა უნდა. კონკრეტულად ეს ნავი გაკვეთილია 15 ცხენის ძალაზე, რომელსაც აქვს დაახლოებით 0.35 ბარი ვიბრაცია და ეს 0.35 ბარი თანაბრად უნდა გადანაწილდეს მთლიან კორპუსზე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ნავის სისქეც. მაგალითად 3.30-ში ჩვენ ვიყენებთ 0.9 მმ-იან მატერიას. უფრო დაბალ ნავებში, მაგალითად ასეთ ნავებში, რომელსაც 3.5 ცხენის ძალაზე მეტი არ უყენდება და არ სჭირდება რეალურად ვიყენებთ 0.7 მმ-იან მატერიას. ზოგადად ეგეც ერთ-ერთი მითის ნაწილია საქართველოში, რომ რაც უფრო სქელია მატერია, მით უფრო კარგი არისო, თუმცა ეგრეც არ არის. მაგალითად ასეთი ნავი რომ 0.9 მმ-ით გავაკეთოთ, ეს რო არის 28 კილო, ეს იქნება 38 კილოგრამი. გარდა ამისა, ყველაზე პრობლემური ასეთი ნავებისას არის დაკეცვა. სულ ფუჭდება დაკეცვის დროს ეს ნავები.
ანუ ერთ-ერთი რესურსის თავარი ამოწურვიშის ეს არის, რომ იკეცება და ვერ იკეცება სათანადოდ. ხშირად ნაკეთს ისე მოხდება ერთმანეთს, რომ ასეში არის და რაც უფრო სქელი მატერია, მით უფრო ცუდად იკეცება და მით უფრო უჭებადია. ამიტომ ზედმეტობა არ არის საჭირო რა. აჰა, ანუ კარგი იქნება თუ გარშემო მდგომარეობაში შევინახავთ. ნახევრად საფუძვლო მდგომარეობაში არის ყველაზე კარგი, არც გაბერიჩი და არც საფუძვლში და განსაკუთრებულად, როდესაც აი მაგალითად ყუჩი როცა დევს ნავები, ის არის ვაკუუმურად დაფუშული. ანუ მატერიას დადებული საერთოდ ჰაერი არის და ეგ არის ყველაზე ცუდი პირობა შენახოს. ეგრე იყენებენ ხოლმე, როდესაც აწარმოებენ, რომ მინიმალური ის გამოიყენონ მოცულობა ტრანსპორტირებისას რა. ხარჯები შეამცირონ და ასე რომ წელს გამოშვების 5-ის წელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო დიდი ხანი არის ვაკუუმურად დაფუშული, მით უფრო ამოწურული აქვს რესურსი რა. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ასეთი, ანუ მინიმალური ზომები რა არის და მაქსიმალური ზომები რა არის? საშუალოდ მინიმალური ზომები იწყება მეტრანახევრიდან, თუმცა საქართველოს პირობებში ეგ ზომები არ გამოგვადგება. აი მაგალითად ასეთი დილემის წინაშე წავდექით ჩვენ რომ ანუ ერთკაციანი ნავები არის ყველაზე პოპულარული საქართველოში, მაგრამ რეალურად ერთკაციანი ნავები რაც საზღვარგარეთ მიიჩნევა მეტრანახევარი და მეტრ75 სამწუხაროდ ქართველი კაცის დიაპაზონში არ ჩნდება რა. გასაგებია. ანუ დიდი მოცულობით დიდი ხალხი საშუალო წონა არის 60 კილოგრამი. აჰა. ხო და ჩვენთან საშუალო წონა ბევრად გაცილებით დიდი არის და ასე რომ გვინდოდა შეგვექნა. ჭამას მაგვიყვარს. ხო, ეგეც არის და თან აღჭურვილობის ტარევაც ბევრი გვიყვარს რატომაც. ხო და პრობლემური იყო ეგეთი ტიპის ნავები და რამდენი დაახლოებით 3 თვეა მუშაობთ, რამდენიმე ნიმუში გაგვიფუჭდა რაღაცა არ გამოდგა ასე შემდეგ და საბოლოოდ ნუ დავამზადეთ ასე ვთქვათ 2 მეტრიანი ნავები, ერთკაციანები, რომელიც არის 300 კილო თვითამწეობით, საკმაოდ დიდი თვითამწეობა აქვს და გარდა ამისა არის 12 კილოგრამი. წონა მსუბუქია, გამძლეა, ტევადია. 15 მაისიდან ჩაეშება. შემდეგი ანუ რა წონებია საერთოდ რამდენი ეს არის ზომა არის 2 მეტრი? შემდეგ როგორ 2 და 20, 2 და 30, 2 და 60, 3 მეტრი, 3 და 30 და აქ წყდება სათევზაო ტიპის ნავები და უკვე იწყება სიჩქარის ტიპის ნავები, აი ესეთი ჩაშენებული სამოტორიანი ნავები. კი. 3 და 60-იანიც არის? ესეთები? არა, ესეთი არა, ზოგადად. ასეთები? ასეთები იწყება 3 მეტრი და 3 მეტრი, 3 და 30, 3 და 60, 3 და 90, 4 და 20, 4 და 50. და ეს არჩევანი თქვენთან ყველა არის. კი, ყველა. ესე იგი 2 მეტრიდან სადღაც 4.5 მეტრამდე შეგვიძლია რომ სიტყვაზე არჩევანი თუ მაქვს. როგორი ვარიანტია? ადგილზე ხა ვიცი რომ გაქვთ საწყობი და გარკვეული რაოდენობა გაქვთ. მოხმარებას რომ გაუშვდეს კითხვა და აი მაგალითად არ გაქვს შესაბამისი ნავი ამ ეტაპზე. თუ შემიძლია რომ შევუკვეთ. კი ბატონო, ჩვენ ნახტომ წინასწარი შეკვეთებიც ხდება, ჩვენ გვაქვს ეს არის ბიუჯეტურ ხარჯში ითვლება, მაინც და ჩვენ გვაქვს მეორე ლუქს ხაზი, რომელსაც აიეტეს მემკვიდრეობა და იქ ვაწარმოებთ უკვე აი ძვირიან ნავს, აი როგორც არის ბოათები და ასე შემდეგ. ბევრი ნავი ხდება საქართველოში, ყოთაშევრს უკვე დაახლოებით 15-მდე ლუქს ნავი არის, რომელიც არის სპეციფიკური, ან მეორე რო არ მეორდება რა ასე რომ. გასაგებია. ესე იგი მე რაც შევამჩნია აქ ნავებში 2 მეტრიდან რომელიც არის, მოკლედ სხვადასხვა განაწილება ხო არის ისეთი ნავები, რომელსაც პოლი აქვს სტანდარტული PVS მასალისგან, არ აქვს ძირი, არის მოდელები, რომელსაც აქვს როგორც ალუმინის, ასევე გასაბერი, ხის ძირები და განსხვავდება ესე ერთმანეთისგან. ნავის პირველი მატერიის და წლის მერე რაც უნდა შევაფასოთ არის ძირი. ძირის გარეშე ნავი არაფერს არ წარმოადგენს, არც უსაფრთხოარი და არც კომფორტული. ჩემს მაგალითზე კეთყვი რა, მე წინა ნავი რომელიც ჰქონდა კოლიბრის უკრაინული brand-ი არის როგორც ვიცი. ხო, იქ პოლი ჰქონდა ესე ნახევარ ნაწილი იყო ესე ვთქვათ აწყობილი. ძალიან რთული იყო მასზე დადგმა. ფიზიკურად ვერ დადგებოდი რა. ან თუ დადგებოდი, კი არ გააფუჭებდი, მაგრამ თუ დადგებოდი არ იყო ეს სტაბილური, ანუ წონასწორობას ვერ დაიცავდი და პატარა ტალღაზე ავტომატურად ყირავდებოდი. გარდა ამისა, როდესაც სრავზე გამოიყენებ ეგეთავს ის ტალღა, რაც ეს ეგ ქვევით მატერიები არ არის გადაჭიმული, ანუ მოშვებული არის. როდესაც ტალღა ქვემოთ შემოასხამს იმ მატერიას წევს და თუნდაც ის კომფორტია ხმის მხრივ. გარდა ამისა ძრავში დიდი წინააღმდეგობა აქვს, როდესაც ის იწევა ქვედა ძირი ზემოთ. ხო და ძირი არის თავარი, ჩვენ რასაც ვიყენებთ ყველა კადის ლუქს ძირში, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ალუმინის ძირი, ესაა გასაბერი მატრასის ძირი, რომელიც ასევე ლუქს ხაზს მიეკუთვნება. ნამდვილად, ეს გასაბერი ძალიან მომეწონა რა. ხო, ესენი ლუქს ხაზი მიეკუთვნება, ამის დანიშნულება რა არის? ჩატი არის და თვითამწეობა აქვს, დაახლოებით ასეთ ნავს 150 კილოთი მეტი ამგენთან შედარებით. აჰა. ეს ალუმინის ძირიანები გამოიყენება უფრო ველური პირობებისთვის, ასე რომ ვთქვათ რა, ანუ იქ ზოგს ძაღლი დაყავს, ასე რომ ვთქვათ.
სამონადირეო და კი მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონკრეტული ნავით მართლა ძალიან კომფორტულია მყარია ნებისმიერ ტალღაზე თავისუფლად გახარ ფეხზე რო წამოდგები სიარული შეგიძლია თავისუფლად და ანუ ძალიან კომფორტულია თავარი ძირებში რაც არის როდესაც გლისზე გადიხარ აი სკილი ქვემოთ ტალღისჭრელი რაც ებერებად როდესაც ესეთი ერთიანი მონოლითური შეკრული მყარი ძირი არ არის ტალღის საწინააღმდეგო როცა მიდიხარ ეს ტალღა იმდენად გიწინააღმდეგობს რომ ამ პოზიციაზე მოდ გიწევს კი ბატონო თავარი პრიორიტეტი გიო ჩვენი რაც არის რომ ყველა ეს ნავები რაც იკერება მანქანა დაზგებით არ იკერება ხელით როგორც სხვა საქართველოს ქართულ ბაზარზე არსებული ბრენდები რა ნუ როდესაც ეს იკერება მანქანიდან ადგარებით მატერიალი ერთმანეთს შედუღებული არ არის ხელით დაწებებული ხელის დაწებების შემთხვევაში წებო თანაბრად არ ნაწილდება ზოგი ადგილი უფრო მკროვია ზოგი ადგილი ნაკლებად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ძრავთან მიმართებაში რადგან ეს ყველაზე სუსტი წერტილი ზოგადად ძრავს როცა ვიყენებთ არის აი ეს სამოტორები ამას ჩვენ მეორე გარედან ABS მატერიას ვაკლებთ დაცვისთვის რომ ვიბრაციის შედეგად არ დაიშალოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელით შეკერილი ნავები ზოგადად 3-5 წელიწადში იშლება როცა ძრავს ვიყენებთ განსაკუთრებით ახლა ამაზე 15 ცხენის ძალა არ არის პატარა ძრავი და უკვე 390-იანებში ხდებით 40 ცხენის ძალა 60 ცხენის ძალა 4-20-ში და ძალიან დიდი ვიბრაციები აქვს და ხა 1 და 2 წელი ყველა ნავი იმუშავებს მაგრამ მე უკვე არის საშიში განსაკუთრებით ვით სხვაში ხმარობს და რა ვთქვათ კომენტარზე ვიცავს რაღაცა 5-6 საათი ძრავი ციარული ძალიან თულია გარდა ამისა ეს მატერია რაც არის ეს არის იაპონური მატერია იაპონიიდან ჩამოგვაქვს და წებოც მთლიანად შევცვალეთ 1-3 თვე არის რაც მთლიანად გადავედით იაპონურ მატერიას აქამდე ვიყენებთ კორეულ მატერიას მაგრამ უკვე შევცვალეთ და ხანმედეგობაც გაიზარდა რა თქმა უნდა ნავის და ბევრად მაღალი ხარისხის ნავები ჩაგეკითხები ჩემიც იაპონურით არის დამზადებული კი შენი იყო პირველი პარტია ჩემი იყო პირველი და განსაკუთრებული და კიდე რასაც უნდა რეაქციას მომხმარებელმა ეს არის დანამატები რა მაგალითად საღუზე აი ეს ხელის საკიდები ესეც ხელის საკიდები კიდე რასაც გამოვარჩევდით ბოდიში არ დაგავიწყდეს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა ჩემს წინა ვიდეოში ავხსენი რომ ისეთი ნიუანსები აქვს აი მიბული დაკერებული რაღაც ეს ღუზისთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა წინა ბრენდზე ძალიან რთულად გადავადგილდებოდი იმიტომ რომ ხელის მოსაკიდე თითქმის არ მქონდა რა ერთი მქონდა უკან მეორე მქონდა წინ და გვერდში რო გდომობდა ვერ მოკიდებდი და აქ ბევრი სახელური აქვს თოკი აქვს რაღაც 4 კაცს თავისუფლად შეგიძლიათ მარტივად ატაროთ 2 კაცს დაგვიჭირდა რა თითქოს განსხვავდება აი ეს რეზინა მაგალითად რასაც ქვია შეხამრეკი აჰა კი ბატონო ისე გადიხარ და პატარა შეხები გესმება ხოლმე აი ეს ირეკლავს შეხებს მაგისთვის არის რა ეს კი და ამ რეზინებში არის განსხვავება აი ადრე ვიყენებით ჩვენც 8 სანტიმეტრიანს და ბევრ სხვა ბრენდშიც ასეთი რაღაცა ხდება 8 სანტიმეტრიანი ეს უკვე არის 12 სანტიმეტრიანი მასიური რეზინა რომელიც რეალურად შეხებს ირეკლავს ისინი უბრალოდ საჩვენებლად არის რა ასე რომ ამ რეზინებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი მნიშვნელობა აი ამ უკან ეგრეთ წოდებულ საავარიო გადაცილებებსაც აი ეს ნაწილები გამოიყენება, როდესაც ნავი გლისზე გადის, რომ არ ამოყირავდეს. აჰა. და აი გადაცილებების სტანდარტები მაგალითად 3.30 შემთხვევაში ეს არის 70 სანტიმეტრი. ნაკლების არსებობის შემთხვევაში უკვე საშიში ხდება. გადაგლისზე გასვლა ხა შეიძლება 6 ცხენის ძალას ეს არ იყოს საშიში, მაგრამ როცა მაქსიმალურად 15 ცხენის ძალას გამოვიყენებთ, უკვე საშიში არის, განსაკუთრებით ერთ კაცს. ანუ ამ ზომებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად მარკეტინგი სამწუხაროდ ყლაპავს ასეთ რაღაცებს და ძალიან ცუდ შედეგებს. ძალიან კარგი. ანუ მნიშვნელოვანი ეგ არის და ძალიან კარგია რომ რა თქმა უნდა არის უსაფრთხო რა ყველანაირად ვთქვით რომ მაქსიმალურად აი მაგალითად აი ეს რეზინის ლოგოები რაც აქ გვაქვს კაკაკული მარტო ლოგო არ არის ზოგადად ნავში ყველაზე სუსტი წერტილი არის აი ეს სარქველი აი ამის განხეთქვის შემთხვევაში ნამინდა გადავაყოთ აზრი აღარ აქვს მის დაწერებას არც წერტება ნორმალურად მაგრამ მის დაწერდეს უსაფრთხო საერთოდ აღარ არის და ეს არის მაგის დაცვის კიდე შევხვდებით ნავებში ეგრეთ წოდებულ საავარიო სარკმლებს, რომელიც მითის თანახმად, როდესაც მზეზე წნევა იმატებს, უშვებს აერს. თუმცა ეს არის მითი, რომ არ უშვებს. ეგ საავარიო სარკმლები გამოიყენება რაფტინგისთვის, როდესაც დიდი ძალით ნავი დაეჯახება ქვას, შიგნით წარმოიშვება ძალიან მაღალი წნევა, ან როდესაც უკვე პიკს აღწევს მატერიალი უნდა გასკდეს. სწორედ მაგ დროს იხსნება რაც წამის მიასედებში, ანუ იმ სარკმლის დიდი ხანი გახსნა არ ხდება. შესაბამისად ზეში ეგ სარქველი უბრალოდ არ მუშაობს და პირიქით მინუსიც არის, იმიტომ რომ ამ სარკმელს მაგალითად 3 იზოლირებული ბალონი შესაბამისად დაიჭირდება კიდევ 3 სარქველი, ანუ სამში გამოვა 6 სარქველი. და ყველა 6-ვე წერტილი იქნება სუსტი. თუ იმ ადგილში რამე მოგიხვდათ, ჩათვალით ამ უნდა გადააგდოთ, ასე რომ ზედმეტობა არ არის საჭირო ასეთ ნავებში.
კარგი, ნუ შევარჩიეთ ახლა ჩვენ ნავი, მოვედი მე აქ, ავარჩიეთ ჩემთვის შესაბამისი ნავი, გადავწყვეტე კონკრეტული და ნუ მაგისთვის ახლა მე მჭირდება აუცილებლად ძრავი, იმიტომ რომ ისეთი ზომა ავარჩიე 3.30 რომ ნიჩბით ძალიან გამიჭირდება. იმიტომ რომ ახლა ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც კილომეტრს გავივლიო, კილომეტრს გავივლი და მინდა რომ მოკლე დროში სწრაფად დავათვალერო სხვადასხვა წერტილები და სპინინგით ესე მარტივად ვითევზავ, იმიტომ რომ დრო მნიშვნელოვანია ძალიან. ამისთვის დამჭირდება ძრავი. ეხლა რა ვარიანტები გვაქვს ჩვენ კომპანია კოლხში, მინიმალური რა ზომა არის, მაქსიმალური რა ზომის არა, რა სიმძლავრის არის და რომლისთვის დაახლოებით აი ესე რომლისთვის გვირჩევდი რა. ნუ ძრავები ზოგადად არსებობს ორი ტიპის, ეს არის ელექტრო და ეს არის შიგაწვის ძრავები. ელექტრო არ მითხრა. მე იმიტომ რომ ელექტროს გამოცდილება მაქვს, ცუდი არ არის, მაგრამ ბენზინის რავს ვფიქრობ რომ ვერ შეიძლება. გააჩნია ვიდრე ისთვის თევზაოს, აი მაგალითად ვინც იყენებს კობრზე დასაკვებად და როცა ყველა გაიტანოს იმისთვის მნიშვნელოვანია ჩუმი ძრავი და როდესაც ერთ ადგილზე დაკორმავ და მეორე ადგილზე იქ კიდევ ასეთი ხმაურიანი ძრავით მიხარ იმ შეგროვებულებს ავრთქობ რა. და აი ეგ ასე ვთქვათ კარფიშერებს არ ჭირდება 200-300 მეტრზე მაქსიმუმ რა გატანა და ისტორია. სპინინგიც უფრო თევზავ და მაგას ვაწვევ. ეს რა თქმა უნდა შიგაწვის ძრავი არის უკონკურენტო მაგ თემაში. ეს არის შიგაწვის ძრავი 2 და 4 ტაქტიანი ვერსიები. აქ ასაცხილად ესა 2 ტაქტიანი ვერსიები გვაქვს აქ ასევე 4 ტაქტიანი ვერსიებიც. ნუ მთავარი განსხვავება ხარ არის ამას აქვს. მარტივად რო ახნათ საწვავში 2 ტაქტიანებს ერევათ მის ზეთი, ხოლო 4 ტაქტიანებს აქვს კარტებული შეზეთვა. აჰა. ნუ გარდა ამისა მომხმარებელი უნდა გაითვალისწინოს რომ 4 ტაქტიანი ძრავები არის ბევრად მძიმე. არ შეიძლება დავუშვათ ანუ თვითონ კაროპასაც აქვს მარტო იმ მხარეს უნდა მოხდეს მისი დაწვენა. მეორე მხარის დაწვენის შემთხვევაში ზეთი გადადის ნაწილებში. ანუ რაღაც ნიუანსებია ისეთი რომელიც აუცილებლად გაითვალისწინოს. მარტივად რო ვთქვათ ფაქიზი მოსავლები. ამ კითხვასთან დაკავშირებით ესეთი კითხვა გამიშდა. ნუ ეს ცოტა ჩახლართული. ჩემთვის მაგალითად როდესაც ვიწყებ რთულია. ანუ მე როდესაც ვყიდულობ კოლხში, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას მომაწვნიან იმისთვის რომ რაღაცა ისეთი შტირობა არ გავაკეთო რომ არ დავაზიანო. ანუ ჩემს გამო არ მოხდეს მაგის გაჩერება. აი იყო ჩვენი მიზანი. შექმნის მიზანიც რომ რეალურ კითხვებზე გაგვეცა რეალური პასუხები. იმდენი მითებია საქართველოში გავრცელებული, რომელსაც მომხმარებელი შეყავს შეცდომაში და შემდეგ უკვე ვეღარაფერს ვეღარ უხერხებს. ძრავების შემთხვევაში ანუ რა ბრენდებია წარმოდგენილი კოლხში? ხო, ნუ ჩვენი ბრენდები არის ეს არის Hankai და Aikidi. Aikidi's ექსკლუზიური დილერები ვართ საქართველოში. ოფიციალურად წარმოადგენელი ვართ, კი ბატონო. ნუ ამ ბრენდს შორის რა განსხვავება ახლა Hankai არის უფრო ბიუჯეტური ვერსიები და Aikidi არის უფრო ანუ საუკეთესო ბიუჯეტურ ხარში. აწყობის ხარისხითაც, ინჟინერიითაც და მეტალის თვალსაზრისით ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მეტალია გამოყენებული, რასაც ნებისმიერ დეტალში ერთ-ერთი ვიღოთ ნებისმიერ დეტალში შეგვიძლია შევატყოთ. ნუ კიდევ საქართველოში რაც ერთ-ერთი პრობლემა არის ძრავთან დაკავშირებით, რომ ანუ აწერია სხვა რეალურად და აქვს სხვა ცხენის ძალები. აი ეს აწერია იმას 4-3.5. ეს არის მოდელის სახე. ამას ცხენის ძალასთან პირდაპირ კავშირი არ აქვს. აი მაგალითად ჩენურზარების ჩვენ შევხვდებით 8 ცხენის ძალიანი მოდელებს, რომელიც არ არსებობს. ყველა არის 6 ცხენის ძალიანი მოდელი და 5 ცხენის ძალიანი. შევხვდებით 12-იან მოდელებს, რომელიც არის ასევე 9.8 მოდელების ზუსტი ასლი, ანუ 10 ცხენის ძალიანი, 12 ცხენის არ არსებობს. და ასევე შევხვდებით 18 ცხენის ძალიან მოდელებს, რომელიც ანალოგიურად არ არსებობს. არის 15 ცხენის ძალიან მოდელი. ნუ კიდე რაც არის ხოლმე საქართველოში, ნუ აი ამას წინათ შევხვდა რომ აი ძალიან ერთ-ერთ მომხმარებელს ჰქონდა ეგრეთ წოდებული ჩინური Yamaha, ხო, არ იცოდა ამის შესახებ. Yamaha. ანუ ზოგადად როცა Yamaha-ს ბრენდს ყიდულობ, პირველი ის უნდა გადამოწმო შტრიხ-კოდის მიხედვით არის თუ არა ორიგინალი. საინტერესოა. ჩინური Yamaha-ის ყიდვას ჯობიათ იყიდოთ აი ეს ბრენდები, იმიტომ რომ ამ ბრენდების უკან ისტორია და ეს 22 წლის კომპანია, ის Hankai 18 წლის კომპანია და იმ ჩინური Yamaha-ს უკან არავინ არ დგას, არის ის გაკეთებული. ანუ თავისუფლად შეგვიძლია ვენდოთ აბრეც რა. კი ბატონო, და გარდა ამისა, აი ამის ყველა ნაწილი გვაქვს ჩვენ რაც არის მნიშვნელოვანი. დაზიანების შემთხვევაში კეთებადი არის, ასე. გასაგებია. კითხვა მაქვს. აი ეს ფილტრის თავი რომ არის მოხსნილი. ეს ხუთი არეტევა. გასაგებია, ეს თუ გაქვს საკე გაკეთებაში თქვენ? ყველაფერი ნაწილები. გაქვს საკე გაკეთებაში? ახლა გაქვთ? წავიღო. იმიტომ რომ დამეკარგა. ანუ ასეთი ძრავებში ხა ძალიან ბევრი ასეთი ძრავს ყიდის როგორც წყლის გაგრილების ძრავი. აი ასეთი ძრავები აქვს Hankai-საც 3.6-იანი მოდელები, რომელიც არის რეალურად ჰიბრიდული გაგრილები, ანუ მთლიანად არ ხდება ძრავის წყლით გაგრილება. ხო ესენი არის ჰიბრიდული გაგრილების მოდელები და ასეთ მოდელებს ზოგადად არის გაგრილების პრობლემა სულ. ზოგადად ძრავს იმდენად დიდი დატვირთვა
აქვს წყალში რომ მაქსიმალურად ყურდება და ჰაერი საკმარისი არ არის, ხო, ჰაერი საკმარისი არ არის. შესაბამისად აქვს ძალიან დიდი ხმა და რაც უწერია იმას ვერ გამოიმუშავებს ვერც ერთი. ანუ აი იმას კი უწერიათ 4.3.5 ცხენისა და პასპორტშიც ეგრე უწერიათ საბუთიც, მაგრამ რეალურად არ არის. რეალურად არის 1.5 2 ცხენისა და ისიც გააჩნია როგორი გაგრილების პირობები. აქ შეგაწყვეტინებ და ესე იგი მე ამ ეტაპზე ანალოგიური ვარიანტი მაქვს და ეს დავი მაქვს რომელშიც ახლა ვხედავთ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გამოცდილებით, არ ვიცი შენ გატესტილი გაქვს თუ არა ეს კონკრეტული ამ ნავზე, მაგრამ მე ვიცი და გეტყვით. სამი ადამიანი, აი როგორ გითხრა, საშუალოდ 70 კილოგრამი რო ავიღოთ, თავისი დატვირთვით, რაღაც აღჭურვილობით რაღაცეებით 10 კმ/სთ დავდივართ. რომ არ მოგატყუოთ, აი სრულად შემიძლია ნებისმიერ ადამიანს წაგიყვანოთ და გაჩვენოთ თქვენი თვალით რა. ანუ მართლა რეალურად ხარისხიანი მოდელი არის და ესე იგი ხმა აქვს ერთადერთი მინუსი ჩემი აზრით, რაც მაღალია, მაგრამ ხა როდესაც სპინინგით ევზაობ და ხა გადაადგილდები სხვადასხვა ტერიტორიებზე, თან ქორჭილას და ქარიყლაპეს დიდად არ აინტერესებს. არის უმეტესად გაქრილი აი ეს ტიპის ნავებზე, შემთხვევაში იდეალური არის, ჩატი არის, ეკონომიური საწვავის მომხმარებელი. მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გადასასვლელები ვართ ცოტა მაღალ სიმძლავრეზე, ნუ 10-აზე, ყველა ვარიანტში, რომელიც ვფიქრობ, რომ ახლა იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან ეს ძრავი რა სიმძლავრესაც, ანუ რა სიჩქარესაც ან ვითარებს, ვფიქრობ, რომ ეს 9.10 რაც არის, რეალურად სრულად ამაკმაყოფილებელი იქნება ჩემთვის კონკრეტულად რა. იმიტომ რომ მე არც მე რაღაც განსაკუთრებული სისწრაფე და დრიფტი და არც ისეთი რომ ძალიან ნელა დადიოდეს, მაგრამ 10 კმ/სთ-იც, როდესაც აი რაღაც წერტილში შევდივართ ხოლმე, მაქსიმუმ კილომეტრის დისტანციაზე შვენივრად გადავარდოთ. ჩვენ არა გვაქვს დიდი საცავები რომ რაღაც არ. ალგეთი ალბათ სულ 3 კილომეტრი იქნება რა. ხო და არ არის, მაგის საჭიროება ჩვენ. მანუ ეხა მანდ ალბათ გასათვალისწინებელი ის რომ სიმშვიდე როცა არის ადვილად გადაადგილდება. როცა ხა ტალღა არის, თავისთავად მძლავრი გჭირდება რომ წინააღმდეგობა აქვს. მინიმალური რა სიმძლავრის და მაქსიმალური რა სიმძლავრის ძრავები გვაქვს კოლხში და მოხმარებას აი როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს რა, ანუ შესაბამისობაში მოდის ხო ალბათ სიტყვაზე 2 მეტრიან ნავს, რომელსაც რაღაც ტვირთამზეობა აქვს, მაქსიმალური ეს შეუძლია რომ დაყენდეს, ხო? ანუ მე 15 ცხენი ძალიანს თუ ავიღებ და 2 მეტრიანს დავაყენებ, რომელსაც არ არის გათვლილი, ფიზიკურად არ გამოვა. ნუ ჩაშენებულ ძრავებში სულ სხვანაირი სტანდარტები გვაქვს და გარეშე ამატორიან ვერსიებში სრულიად სხვანაირი სტანდარტები არის და დამოკიდებულია ძირზე, როგორც ვისაუბრეთ, ძირის მიხედვით ხდება ძრავი შეჭრა, მაგალითად ამ ნავს რო ძირი არ ქონდეს ალუმინის, არც ესეთი მატრასის ძირის. მაშინ ამ ნავზე ფიზიკურად დიდი ძრავის დაყენება, როგორც 10-15 ცხენისა და აზრი არ ექნებოდა, რადგანაც იმდენად დიდი წინააღმდეგობა შემოდის, ასე რომ ვთქვათ, ძირის მხრიდან. ნუ აეროდინამიკაც არ უარდა საერთოდ ასეთ შემთხვევაში, რომ გლისე ვერ გადის. ნუ გლისირება ქვია, როდესაც ნავი იწყებს ტალღაზე ცურვას, ეს არის 18 კმ/სთ ზემოთ. ანუ დიდ ძრავს მაგდროს აზრი არ აქვს და აი ასეთ ნავებში მაგალითად უნდა გავითვალისწინოთ წონას. ზოგადად, ნუ სტანდარტის მიხედვით ერთი ცხენის ძალა შეუძლია 30 კილო გაიყვანოს გლისე. მაგალითად 6 ცხენის ძალიანი ვერსია ერთი კაცისთვის, რომელიც არის ახლობით 60-დან 80 კმ სრულიად საკმარისია, რომ 25 კმ/სთ იტიაროს, მაგრამ როგორც კი ორი კაცი დაიჭდება, უკვე სიჩქარე ეკრანს 7-დან 12 კმ/სთ. ნუ ამ დეტალებზე ხა ძალიან არ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ნიუანსები გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული ნავი და ძრავი ქონდეს იმისთვის, რომ სიმძლავრეც განავითაროს და კომფორტულადაც მიარო შესაბამისად სხვა მომხმარებელმა თავისი მოთხოვნის მიხედვით. რა თქმა უნდა, არ ჭირდება ზოგს, არც ჭირდება სტრაფაციარული, არც ჭირდება ზოგს შორს გადაადგილება, ზოგს საერთოდ ხელოვნურ წყალსაცავებში, ტყორებში ჭირდება გადასაადგილება და სულ არ ჭირდება რაღაც ეგ დიდი ძრავები. კი ბატონო, მოკლე მანძილზე აქვს ამუშავა და ნუ თვითონ უნდა გვითხრა რა ჭირდება და თქვენ არინერვილოთ იმაზე, რომ მოგიწევთ, არ მოგიწევთ ბევრი ფიქრი. კომპანია კოლხს დაუკავშირდებით, რა თქმა უნდა, საკონტაქტო ინფორმაცია როგორც ეკრანზე გამოგიშთათ, უკვე და გამოგიშთებათ კიდევ რამდენიმეჯერ, ასევე ვიდეოს ქვევით აღწერაშიც იქნება საკონტაქტო, რა ვიცი, მისამართი Facebook-ის და რომ აარჩევთ, ან არჩევის პერიოდში ხართ და მომენტში ხართ, დაუკავშირდებით კოლხს, ბატონ ვასოს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ისეთ კონსტატაციას გაგიწევთ, რომ ყოფილი დარჩებით აუცილებლად. ახლა რა მაინტერესებს მე
ძრავისა და ნავის გარდა კიდევ ბევრი სხვა ისეთი აქსესუარია მნიშვნელოვანი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეგვიქმნის თევზაობის დროს და არა მარტო თევზაობის დროს, ხა ეს ნავები მხოლოდ თევზაობისთვის არ გამოიყენება. მე მიყვარს თევზაობა და აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ კოხში არსებობს ისეთი ნავები, რომელიც სანადიროდაც თავისუფლად გამოგადგება უფრო ესეთ ველურ პირობებისთვის, რომელიც არის. ამიტომ მონადირეებსაც თავისუფლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოხს. კომპლექტში რა მოყვება ნავს, რო ვიცოდეთ, მაგალითისთვის აი ამ კონკრეტულ ნავს 3 და 30-ას რა უნდა მოყვებოდეს ისეთი, რაც შეიძლება სხვას არ მოყვებოდეს. აქ სურათში რასაც ხედავთ, თვითონ ნავის შეუცვლელი ნაწილების გარდა, რომელიც უკვე ნავზე არსებული, დაწერებულია და ფიზიკურად ვერ შეცვლით, მოყვება 2 ცალი გასადები ალუმინის სკამი, რასაც ახავს იღებთ, ნიჩბები, რასაც ახავ ხედავთ, მოყვება ასევე დამატებითი მატერია, გახათქვის შემთხვევაში და ძებო. მოყვება ფეხის ნასოსი, მოყვება ჩასადები ჩანთა და ნუ ეს ცილი, რაზედაც ფეხი გვიდგას, ეს ცალკე არის განსაკუთრებული ნავის ცალკე ეკეცება. მას გარდა რა შემიძლია კიდე კოხში შევიძინო? ამის გარდა ნუ ეს დამატებით შეგიძლიათ შევიძინოთ ხუზა, ძრავის ჩანთა, გვაქვს ასევე ძრავის სახედურის დამაგრძელებელი, ვინც დაუშვათ წინ ზის წინიდან თევზაობს და დაგრძელება ჭირდება ხელის მართვის. მაგისთვისაც გვაქვს ეგეც კაი ექსპორტი. გვაქვს კიდე მაგალითად ნავის ტენტები, რომელიც არის ნეილონისგან დამზადებული და სრულად იცავს სისხლივებისგან და წვიმისგან, ვინც ეგრეთ წოდებული ნავის მისამეზე პრინციპაზე ინახავს ნავს, რომ გადააფაროს, რადგან ეს ძალიან ფუჭდება. კი. ნუ გვაქვს ჟილეტებიც, გვაქვს ანკესის სამაგრებიც, გვაქვს თევზის რადარის ეგრეთ წოდებული ეხოლოტის სამაგრებიც. თავდეხოლოტი თუ გვაქვს კაგებაში? ეხოლოტები ჯერ არა. გვაქვს სკამები, რომელიც პირდაპირ ძირზე მაგდება 360 გრადუსით, გვაქვს მაგიდებიც და კიდე ძალიან ბევრი რაღაცები დაგვემატება უკვე 15 მაისიდან. აჰა, როცა უკვე კარგი აქტიური სეზონი დაიწყება. პრინციპში ცოტაღა დარჩა, ხო? იმიტომ რომ ეს ვიდეო დაახლოებით ალბათ გადაღებიდან 10 დღეში დაიდება და კი მოვა ალბათ 15 რიცხვი თითქმის და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოკლედ კოხს. კითხვა მაქვს, ფეხის ნასოსთან განსხვავებით, ანუ ელექტრონასოსები თუ გაქვთ, რომელიც მანქანაზე შემიძლია გამოიყენოს? კი ბატონო, ელექტრონასოსები გვაქვს, თუმცა ელექტრონასოსების პრობლემა არის, რომ სათანადო წნევას ვერ აძლევს. ზოგადად აი ამ ნავს ჭირდებათ ხოლმე 0.1 1 ბარამდე და აი მაგალითად ჩვენ როცა გვაქვს ნასოსი საკმაოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ნასოსია, მაგრამ აი 0.65 ბარის მერე ვეღარ შევიდა და მაინც ანუ ჯობია ფეხით დავერო. აი გვაქვს მაგის გამოცდილება. მაგით უკითხე. გადამყვანებიც გვაქვს, რომელიც მანქანის ნასოსებზეც მაგრდება, თუმცა მანქანის ნასოსის პრობლემა არის, რომ ძალიან დიდი ხანი სჭირდება. აჰა, კი, ნამდვილად. და დიდი ხანი სჭირდება. ანუ მაინც ჯობია ფეხით, თან დილას თითქმის ყველგან სუსხი არის, გრილა და ცოტა შეხურდები და ფეხსაც დაამუშავებ და გახურდები ჯიგრულად. საქმეც ისაა, რომ ნასოსის სულ უნდა გვეგდოს, ეგა პირველი უსაფრთხოება ნავში. სულ უნდა იყოს როგორც ნასოსი, ასევე ნიჩბები, რაც არ უნდა ძრავი გქონდეთ. კი, ეგ აუცილებლად. და ჟილეტები ძალიან აუცილებელია ნავში. კი ბატონო. ორი ჟილეტი ყოველთვის ნავში გვაქვს, ყოველთვის ნიჩაბი ბუკეტია და ნასოსი რა გითხრათ, სურვა ძალიან თითქმის შეუძლებელია, შეიძლება ისეთ ან ემოციურ შოკში ჩავარდე, რომ კი ბატონო, რომ აუცილებელია ჟილეტი. არა, ისედაც მე როგორც ვიცი, მაგალითად თბილისის ზღვაზე ხშირად არის შემთხვევა, რომ სანაპირო დაცვა მოდის, გამოწვევს გააქვს თუ არა ეს ჟილეტი, იმიტომ რომ კანონშიც ეგრე არის მითითებული, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს. ზოგადად მტკნარ წყლებზე არ კონტროლდება ეგეთი რაღაცები, მაგრამ აი ზღვაში უკვე კონტროლდება. ზღვაში უკვე რაციაც აუცილებელია. ზღვაში მე მგონი ლიცენზიაც გჭირდება და ეს მაშხალ და ბევრი რაღაცები ესეთი რა. ძალიან კარგი მე კმაყოფილი ვარ. ბევრი ისეთი ინფორმაცია გავიგე, რომელიც აქამდე ნაწილობრივ ვიცოდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შევიცანი ეს თემატიკა, რაც ძალიან კარგია და მადლობა პირველ რიგში ამისთვის. სავარაუდოდ ახლა ჩვენ ვერ ვისაუბრებდით და ვერც ვისაუბრებთ დეტალურად ყველაფერზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი არის მართლა შერჩევის პროცესში, რა შეიძლება კითხვა აგეჩნდეს რაღაცაზე. ამიტომ პროფესიონალად და მე შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია კოხს, ვასოს კონკრეტულად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკონტაქტო იქნება აუცილებლად ეკრანზეც და ვიდეოს ქვევით აღწერაში, დაუკავშირდით, თუ რაიმე კითხვა გექნებათ. შეიძლება საერთოდ არ გინდოდეთ ნავის შეძენა, არ გინდოდეთ ძრავის შეძენა, მაგრამ რაღაც ნაწილი გჭირდებათ, რაღაც გადამყვანი ასე ისე. მე როგორც ვიცი, მაგის შესაძლებლობაც არის, რომ აი როგორც დამაგრძელებელი მაგალითად ძრავისთვის, ესეც დაგჭირდეთ და ნასოსი დაგჭირდეთ მაგალითად. ასე რომ აქსესუარებზეც შეგიძლიათ შეაწუხოთ კომპანია კოხი ვასოს ხელმძღვანელობით. მადლობა ბატონო ვასო, მე კმაყოფილი ვარ ძალიან.
მოკლედ აუცილებლად შევხვდებით. ჩვენ თევზაობაც გვექნება ერთად ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ამინდები გამოვიდა და სტაბილურდება. მინიმუმ ერთ ძალიან კარგ ვიდეოს გყირდებით, არ ვიტყვი რა თევზაობაზე, მაგრამ გყირდებით, რომ ძალიან მაგარი ვიდეო იქნება. ან განსხვავებული სტილი იქნება. კი, აუცილებლად ჩემთვისაც განსხვავებული იქნება. მე მინდა გითხრათ და მოგვიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, გააქტიუროთ ზარეზღილაკი, აუცილებლად დაალაიქოთ დღევანდელი ვიდეო და თუ გადააზიარებთ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ როდესაც ქართული კომპანია ჩამოყალიბდება და საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს რომ შევიძინოთ ხარისხიანი, რაც თავარია პროდუქცია, მით უმეტეს გვერდში უნდა დაუდგეთ ქართულ კომპანიებს, რაღა უცხოელებს უხატოთ, ხო თან, იმიტომ რომ რეალურად მინიმუმ ისეთ ხარისხს მაინც გთავაზობს ხო ადამიანი და კომპანია. უკეთესზე უკვე თქვენ ნახავთ როგორი იქნება და მე ვიტყვი რომ მინიმუმ ისეთი, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ახლა რეკლამას ვაკეთებთ, ამიტომ ბევრს გონია ხოლმე რომ რეკლამა არის ცუდი. პირიქით, რეკლამა არის ძალიან კარგი. როდესაც ადამიანს აქვს ინფორმაციას, რაც რეალური არის და შეიძლება შეეხო და შენ თვითონ ნახო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ქართულ კომპანიებს დაუდგეთ გვერდში. მადლობა კიდევ ერთხელ და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.